ვიღაცა თუ ჩათვლიდა რომ ანუ მას დასვენება ჭირდებოდა ის ვიდეოდა უბრალოდ ეს იყო იმ ხალხისთვის აწყობილი ვისაც ვინც ფიქრობდა რომ უფრო დამატებით ჭირდებოდა ვარჯიში თამაში ალბათ იმათმა იქცეს რომ აი სოფლიოზე ვარ საქართველოს ფავორიტია მაგრამ თანაბრადვე თამაშები და აქედან შეგვიძლია გამარჯვებულები გავიდეთ და აი ყველას გონია რომ საფრანგეთში რომ მიდიხარ აი ძალიან მარტივი რომ აი всё ბორჩა და ეს სხვა ფაქტორებია უკვე სხვა სირთულეებია გამარჯობა მორიგი ეპიზოდი ჩვენი სტუმარია კიდევ ერთი პორჯღალოსანი ლაშა ჯაიანი სანამ საუბარს დავიწყებთ შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია მაღაზია სასმელი რომელიც აბაშიძის 38-ში მდებარეობს და კიდევ ერთი სიახლე გვაქვს ვისაც გამოწერილი აქვს ჩვენი არხი ამ მაღაზიაში 15%-იანი ფასდაკლება აქვს ღვინოები არის მთელი მსოფლიოს ჩამონათვალია ნებისმიერი თქვენი გემოვნებით დაგხვდებათ იქ პროფესიონალები რომლებიც ზუსტად აგიხსნიან რომელი ღვინოა რა არის რასთან უნდა მიირთვათ და როგორ კაი გადავიდეთ ახლა ჩვენ საუბარზე დავიწყებია ჩვენთვის ისე კიდევ ერთი ბორჯღალოსანი ლაშა ჯაიანი რომელიც მოქმედი ბორჯღალოსანია განსხვავებით იმ ბორჯღალოსნებისაგან რომლებიც აღარ არიან მოქმედები მაგრამ ნუ რაგბში არიან მაგრამ მოთამაშეები აღარ არიან მადლობა ლაშა მობრძანებისთვის სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ თქვათ რა ეტაპები გაიარე და ისეთ რასაც შენ ჩათვლი რომ მნიშვნელოვანია ეს მოგვიყვე რა ეტაპზე ხარ ეხლა მე მახსოვს შენ ძველი ინტერვიუ იქ გამახვილებული ქონდა შენ ზოგად განათლებაზეც მომენტები ქონდა გამახვილებული და იმის მნიშვნელობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებ პირადად ჩვენ რაცაც აბსოლუტურად გეთანხმებით და სწორი არის იმიტომ რომ რაგბი ერთია მაგრამ მეორეა რომ დავუშვათ ამას ჭირდება ასევე ვთქვათ შევსება კიდე იმისათვის რომ ცხოვრება უფრო საინტერესო იყოს და დავიწყოთ აი მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს ძალიან სასიამოვნოა აქ და ძალიან გამიხარდა ეს ინფორმაცია რომ გავიგერო მიწვევდი თქვენს პოდკასტში და პირველ რიგში შემდგომარეობას რაც შეეხება ეს გი ერთი წელი ნუ რაღაც ტრავმებიდან გამომდინარე გადავწყვიტა რომ დამესვენა მთლიანად კარგი რეაბილიტაცია გამეარა მუხლზე და არა მარტო მუხლზე სხვა პატარ-პატარა ტრავმებიც ჰქონდა და საბედნიეროდ ეხლა ვფიქრობ რომ ფიზიკურად მზად ვარ რომ ისევ დაუბრუნდე რაგბს გავაგზელებ თამაშს დიდი ალბათობით ინგლისში ძალიან მოხარული ვარ რადგან ფაქტიურად ეს პროფესიონალური რაგბი რაღაც სერიოზულ დონეზე თამაში დავიწყე პირველად მან რა თქმა უნდა საქართველოში გავიზარდე მაგრამ უკვე სერიოზულ დონეზე დავიწყე მან თამაში და იმედი მაქვს აი თქვენ ხა ახსენეთ რომ მოქმედი ბორჯღალოსანი ნუ იმედი მაქვს რომ შევძლებ ისევ იმ დონეზე დაბრუნებას რომ დავისახურო გძნობ რომ უკვე შეგიძლია გძნობ და იმედი მაქვს აი ხა თამაშები გამოაჩენს არა ეს თან იცის კონდიცია რაც არის ნაკრებში დიახ და იმედი მაქვს რომ შევძლებ ისევ იმ კონდიციამდე დაბრუნებას რომ დავიმსახურო ისევ ნაკრებში გამოძახება რაც შეეხება კითხვა იყო ესე იგი საიდან დაიწყო ეს ყველაფერი ჩამონათვალი დიახ ეს მე ბავშვობაში გუნდი ჩოხოსნები იყო რომლებიც შემდეგ იუნკერებს გავუერთიან და მან დავიწყე თამაში და ძალიან ბევრი მოგონება ზურა მოგელაძეს დიახ ზურა მოგელაძეს გუნდში ასევე მათთან ერთად ბესო ბერიძე და ნუკრისარიშვილი იყვნენ ჩემი მწვრთნელები და ძალიან კაი მოგონებები თბილისის ბავშვებთან მახსენდება დიახ ბევრი სხვა ყველა გუნდთან გვითამაშე ფაქტიურად საფესტივალზეც ბელიკა ალიგა უკვე აღარ მოწევია და ნუ ფაქტიურად რაგბის მიმართ სიყვარული აი ამ მწვრთნელებმა და ამ გუნდმა გააჩინა და გამიჩინა უბრალოდ მე თავდაპირველად შემდეგ 15 წლამდე აკადემიაში ვიყავი თავი სხვათა შორის მე მგონი ახალი პროექტი იყო ეს მაშინ ასე თუ ისე მაკედან საშუალება მომეცა რომ წავსულიყავი ინგლისში სასწავლებლად პლუს რაგბის სათამაშოდ და კონკრეტულად ეს ისტორია მოხდა ესე რომ
კენტის საგრაფო იყო ჩამოსული ჩვენ 20 წლამდესთან სათამაშოდ მაშინ და ერთ-ერთი მწვრთნელი, მეორე ხაზელი, რომელიც ასევე იყო უბრალოდ მოთამაშე, რომელიც ასევე იყო მწვრთნელი Whitgift-ის სკოლაში. მან კითხა 15 წლამდე აკადემიას თუ ყავდათ მათ მეორე ხაზელები, რომლებიც ასევე ინგლისურად საუბრობდნენ. და 15 წლამდე აკადემიამ ჩემი თავი შესთავაზა. საინტერესო ის არის, რომ ეხლა რა გუნდშიც მივდივარ, ანუ ეს არის Black Heath-ი, რომელიც ჩემპიონშიპში იასპარეზებს შემდეგ წელს. მაგ გუნდის მთავარი მწვრთნელი დღეს ისევ Tom Stradwick-ია, რომელმაც თავიდან წამოყვანა Whitgift-ში და დამიკავშირდა ის, რომ გაიგო რომ უბრუნდოდ ვიყავი. ნუ არ ვიტყვი რომ გავუხარდა, მაგრამ ესე ამონა და შემომთავაზა, რომ თავის გუნდში წავსულიყავი. და მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი. ეს გუნდი თამაშობდა ჩემპიონშიპში არ თამაშობდა, ეხლა ამოვიდა. ეს იგი Black Heath-ი ზოგადად არის ისტორიული გუნდი, ერთ-ერთი მე მგონი პირველი ბრაგდისია ინგლისში. და ეს გუნდი ნაციონალ ერთში თამაშობდა, მაგრამ ეხლა რაღაცა მოაბეს თავი, ინვესტიციები გააკეთეს, კარგი მოთამაშეები დაიმატეს და შეძლეს ჩემპიონშიპში ასვლა და ჩემი აზრით კაი პირობებს დამპირდნენ და ჩემი აზრით ახლა აი ზუსტად კაი სიტუაცია შეიქმნება ჩემთვის იმხრივ რომ ერთი წელი არ მითამაშია ბრუნდები ისევ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის სათამაშო პრაქტიკა რომ აღვიდგინო. მაგრამ ცოტა ისეთი მაშინ დონეზე ბრუნდები რომ ანუ რა თქმა უნდა სერიოზული მაღალი დონეა ჩემთვის. პროდეორთან შეიძლება შედაშედა. პროდეორის ეკვივალენტია. მე ვიტყოდი რომ პროდეორი ოდნავ უფრო მაღალი დონეა იქიდან გამომდინარე რომ უბრალოდ უფრო მეტი დაფინანსება შეუძლიათ ისეთი კალიბრის მოთამაშეების ჩაყვანა როგორც არის რა ბევრი ინგლისური North-ი მაგალითად Courtney Lawes-ი ბევრი მოკლედ განსაკუთრებით ინგლისთან ჩაყავთ რატომ მაგარი მოთამაშეები ინგლისთან Wales-იდან და მაქედან გამომდინარე არის ეს სხვაობა თუმცა ჩემპიონშიპიც ძალიან კაი დონეა ალბათ მათია top 6 გუნდი ვინც არის მაგ ჩემპიონატში პროდეურის გუნდებთან თანაბრად ითამაშებენ ფიქრობ მაგრამ ოდნავ პროდეური უკეთესია და მოკლედ შემდეგ უკვე სკოლიდან სკოლაში 2 წელი ვითამაშე მანდაც ძალიან კარგი მოგონებები მაქვს თამაშობდით ინგლისის სასკოლო ჩემპიონატში სამწუხაროდ ნახევარფინალში დავმარცხდით, მაგრამ ეგეც მაგ დროს ვითამაშეთ თუ არ ვწდები Saracens Alliance პარკი ქვია, თუ არ ვწდები Saracens-ის მოედანს და პირველად მომიწია იმან თამაში ნამდვილად პროფესიონალურ მოედანზე. და ნუ ეს ერთ-ერთი გიმართალე დიდი ანგარიში დავმარცხდით, მაგრამ მაინც სასიამოვნო მოგონება დარჩა. და შემდეგ სკოლა რო დავამთავრე, გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება და არა მარტო სწავლის, ნუ რაგბის ხრივაც მინდოდა რომ გამიგრძელებინა ისევ ინგლისში ასპარეზობა და ფაქტიურად აი ჩემი უნივერსიტეტის არჩევანი სწავლის მიხედვითაც და რაგბის მიხედვითაც ვეცადე რომ საუკეთესო ვარიანტი გამომერჩია და მაშინ ეგზეტერის უნივერსიტეტი იყო თავისი ლიგა უნივერსიტეტებს შორის ჰქონდა მოგებული მაშინ და საკმაოდ კაი სისტემაც ჰქონდა დაალაგებული, იმიტომ რომ Exeter Chiefs-თან აქვს ძალიან ახლო ურთიერთობები და პლუს იმ საგანზე, უბრალოდ იმ პროფესიაზე, რაც მე ჩავაბარე, ეს იყო სპორტული მედიცინა და მეცნიერება. ამაშიც მაშინ საკმაოდ მაღალ დონეზე იყო, მოკლედ თუ არ ვწდები top 5-ში შედიოდა. და მეც შესაბამისად ნუ არჩევანი გავაკეთე Exeter-ზე და აი მან ნამდვილად აქამდე ხო თქვით მოგონება ის 4 წელი რაც გავატარე ნამდვილად ერთ-ერთ ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო წლებად მახსენდება რაგბის მხრივაც და ზოგადად ადამიანები გავიცანი ვისთანაც ქართველებიც და უცხოელებიც ვისთანაც დღემდეც ურთიერთობა მაქვს და რაგბის მხრივ ჩემი აზრით Exeter ანუ შეიძლება Exeter Chiefs-ის სკოლა ქონდა უნივერსიტეტს გადმოტანილი, მაგრამ მე დიდად Exeter Chiefs-თან სამწუხაროდ შეხება არ მქონდა, იმიტომ რომ უცხოელი რო ვიყავი მან ცოტა რთული იყო დაალაგება. მაგრამ აი ზოგადად მაგ Exeter-ის სკოლამ ჩემი აზრით ძალიან დადებითად იმოქმედა
ჩემს კარიერაზე. ხო, ხა ეგრე რა გუნდიც არის ჩანსდა, ხა რა თქმა უნდა, თავისი სკოლაც და როგორ ამზადებენ და როგორ ვარჯიშობენ და თვითონ ის სისტემა ძალიან სპეციფიური სისტემა ჰქონდათ თან. და ეგზეტერი ალბათ მაშინ იყო, აი გუნდი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა შრომის მოყვარეობას და აი ისეთ რაღაცებს, რაც შეიძლება ტელევიზორში რაქვს რომ უყურებთ, არ ჩანდეს, ანუ აი ეს შავი სამუშაო და ასე შემდეგ ის სამუშაო, რომელიც ხო არ ჩანს ტელევიზორში, მაგრამ ყველა ვინც ახლა რაგბიში კარგად ერკვევა, იცის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. ანუ ეს შეიძლება ისეთი ელემენტარული რაღაცა იყოს, როგორც აი ხაზზე რო ავალთ, რაც შეიძლება მალე უკანო ჩამოვიდეთ. ეს შეიძლება კადრში საერთოდ არ ჩანდეს და ვერ დაინახოს და აი რაგბიში ვინც მაგრა ვერ ერკვევა, ვერ მიხვდეს ამ ყველაფრის მნიშვნელობას, მაგრამ იმათთვის აი ეგეთ პატარა დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ. ჩვენი ბაჩუკია ხო იქ? ბაჩუკი ახლა არის ეგზეტერში არა, ახლა ეგ დეტალები ნიკა აბულაძეც მე მგონი შემდეგ სეზონზე იქ ითამაშებს და ძალიან კაი ადგილია ზოგადად რა ნებისმიერი მონაკის. ხო, ნუ ახლა ეს დეტალები ხარ, რასაც შემყვები ხარ, თუ გახსოვს მე შეპირვე იქ რო ჩავედით რა ქვია, ავსტრალიაში რო ვიყავ პირველ, იქ რაღაცა ისინი ხო იყო ტრენინგი. ესე იგი, მე ხა ჩვენთვის ახლა შეიძლება ისეთი რამე თქვა, მაგრამ მაშინ ახლა თელი ხაზი რომელ ფეხზე იდგა და საიდან იწყებდა იმას რა ქვია სილ გასვლას დაცვაში ნუ აი ინგლისელები ხა მაშინ ინგლისი ხა ის ვორდის გუნდი მთელი ამბავი იქ 32 მწვრთნელი და მთელი ამბავი რაღაცა მარჯვენა ფეხის მწვრთნელი და მაშინ ხელისმცემლიც აკეთებდა და აი ეს მაშინ იყო გარჩევა ანუ როგორი ფეხით დავიწყოთ მოძრაობა რომელი ფეხით აი ამ დეტალებში იყვნენ ჩასულები მაშინ როცა ნუ ხა არ ვიცი ხა სხვა შეუბრალოდ მაგათთან ქონდა კაი ისეთი რაღაც ურთიერთობა ასე რომ ეგ არ მიკვირს რა რომ ეგრეთ დეტალებში ჩადის ეგეთი გუნდები რა და ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ მაღალ დონე, აი უმაღლეს დონეზე ახლა როგორც არის პრემიერშიპი, ტოპ 14 სხვა ლიგები რა თქმა უნდა, სამხრეთული ლიგები, ნუ უკვე ეგეთ დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევენ და ალბათ აი ეს პატარ-პატარა დეტალები ძვლის რეალურად თამაშებერ რამეს, აი ეს 1% ვიღაცამ უკეთესად თუ გააკეთა, მან თავმანიანად თამაშდა ყველაფერი, კი ბატონო, გეთანხმები. დღეს აი შენ ახსენე რომ სამედიცინო რეაბილიტაცია ახსენე. ესე იგი სპორტული მედიცინა და მეცნიერება იყო კონკრეტულად. რეაბილიტაცია ცოტა ცალკე თემაა, სიტყვაზე ვთქვათ, ბაკალავრს ვინც დაამთავრებს, შემდეგ შეუძლია რეაბილიტაციაზე გადასვლა, იმიტომ ის პროფესია სპორტული მედიცინა სპეციალობა. სპორტული მედიცინა, მაგრამ ჩვენ ესე იგი ჩვენ გქონდა ვარიანტი, რომ უფრო სპორტის განხრითაც შეგვეძლო წასვლა, მაგრამ უფრო შეგვეძლო საზოგადოებრივი მედიცინის ხრით. მე პირადად რადგან ჩემი ცხოვრება სპორტთან იყო დაკავშირებული, ცოტა მობეზრებული მქონდა და არა, იქით უფრო დამაინტერესა საზოგადოებრივ მედიცინაში და სხვა შორის მანდაც ბევრი რამე ვისწავლე, რაც შემდეგ ჩემ კარიერაში დღემდე მადგება. თუნდაც ტრამვებთან დაკავშირებით და აი ვარჯიშთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მიზეზი სწორედაც ეგ იყო, რომ ეს კურსი რატომ ავირჩიე, რომ ჩემ კარიერაში დამხმარებოდა. და როგორც ვიცით, ახლა ტრამვა რაგბიში ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და მით უმეტეს კარიერის შემდეგ ეს ტრამვები უფრო მწვავდება ასაკთან ერთად და აი ბევრი რამე ვისწავლე ამ კურსიდან, ამ ტრამვების მენეჯმენტთან დაკავშირებით, რომ შემდეგ რაგბის შემდეგ უკვე დავამთავრებ ცხოვრების ხარისხზე ძალიან არ იმოქმედოს ამ ტრამვებმა. ეხლა შენ რომ მიდიხარ იქ სათამაშოდ, ან სწავლის იქ თქვა როგორ ანუ ზემოთ წასვლას კიდე არ პარკი რო? სწავლის ესე იგი და გავლილი და ხო ეგ ყველაფერი. ყველაფერი არის შეიძლება არის მაგალითად მე ეს ბაკალავრი მაქვს გავლილი და მაგისტრატურა ბოლომდე ვერ დავამთავრე დიპლომია, სერტიფიკატი ავიღე, პროფესორის დიპლომი ბოლომდე ვერ ავიღე, რადგან COVID დაემთხვა. და პლუს გონდა სანაკრებო თამაშები იყო, ვარჯიშები იყო. თან აი პირველი წელი იყო თავიდან რომ გამომიძახეს ნაკრებში და აი ამ COVID-ის გამო რთული იყო ინფორმაციის გაგება, ესე იგი
დისერტაცია მქონდა დასაცავი ჩემ პროფესორთან ახლა ძალიან დიდი სხვაობაა როცა ადამიანს მარტო იმეილით უკავშირდები და როცა ფიზიკურად იქ ხარ აი მაგიტომ გეუბნები რომ რაღაც დაბრუნდი ახლა იქნებ რა ეგეც დაამთავრო რა ხარ მიმართულება აღებული ეხა ამ მომენტში ვფიქრობ რომ უფრო კონცენტრაცია რაგბიზე მექნება მაგრამ ნუ მომავალში ყოველთვის შეიძლება ეგეთი რამე და ნუ მაგისტრატურის შემდეგ ეხა PhD დიდად არ მგონია იმიტომ რომ აქეთკენ ვერ ვხედა უკვე ჩემ თავს ხო და ჯერ ესე ბევრი მიფიქრია მოკლედ რაგბის მე რას ვიზავ ხა ჩვეულებრივი ამბავია ხა ხო რაგბი ფეხბურთი არ არის და არც ისე არ არის რომ იმდენი გამოიმუშავა რომ რაგბიზე დავამთავრებთ ფეხზე გადავიდოთ და ყველაფერი დავამთავროთ ამითი მაგიტომ ნუ ბევრი ვფიქრე ეს უნივერსიტეტში წასვლაც მაკეთკენ იყო რომ ყოველთვის რაღაცა ასე ვთქვათ გეგმა B ქონოდა რა თქმა უნდა იყოს რა ახლა სხვა გზაა საინტერესოა კი ბატონო აი შენ იქ ქონია საბრძოლო პროცესი თვითონ საინტერესოა შენ მე როგორც მახსოვს ვოსპშიც იყავი რაღაც პერიოდი ხო და აი საინტერესოა რომ მოგვიყვე როგორ გეგმამენ როგორი რა აქცენტები აქვთ რაზე აკეთებენ და მე იქნება შეიძლება პარალელები გავავლოთ იმასთან რაც შევშოთ ჩვენ ფაქტიურად ორივე სისტემას ეხება თუნდაც აი დავუშვათ ნაკრების ჩვენ ნაკრების სისტემაში რომ შევადაროთ აი ესეთი საბრძოლო თვითონ სისტემები ალბათ ნუ სისტემები განსხვავებული იყო დავიწყებ თავიდან ინგლისიდან ეს კი WASP-ში კონკრეტულად სხვა გუნდებში თავს ვერ დავდებ როგორ იყო მაგრამ WASP-ში კონკრეტულად ყველაფერი კეთდებოდა ძალიან სწრაფად ანუ ყველაფრის გაკეთება ხდებოდა რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიან უნდა ვქნათ და უნდა დავამთავროთ მალე ეს იქნებოდა ვიდეო ანალიზიც აი მწვრთნელები აი დაждომაც არ იყო შემოვიდო და მწვრთნელი დაიწყებდა ახსნას ყველაფრის სწრაფად შემდეგ უკვე შენზე იყო დამოკიდებული შენ უნდა გაგეგო ეს ინფორმაცია თუ არა და რა თქმა უნდა შემდეგ კითხვები შეგეძლო კითხვებზე მისულღა მსვლელთან მაგრამ ნუ ყველაფერი იყო დროზე ფაქტიურად ვარჯიშს ვიწყებდით დილის 8 საათზე და ვამთავრებდით პირველისკენ უკვე ლანჩზე ვიჭიქით ვარჯიში ზუსტად იგივენაირად მუშაობდა შტანგა ნუ ასე თუ ისე 1 საათი სტანდარტულად როგორც ყველა გუნდში ნაკრებში ზუსტად ეგრეა ვარჯიშს შეეხება ხშირ შემთხვევაში გაყოფილი და გუნდური ვარჯიში ჰქონდა ერთად და ზოგჯერ გაყოფილი ვარჯიში გუნდურ ვარჯიშს შორის იყო ანუ სიტყვაზე ვთქვათ 5 წუთი 10 წუთი ბლოკი გვექნებოდა ბურთი თამაში გუნდი გუნდზე 15-15-ზე და შემდეგ 5 წუთი გადავიდოდით აუტზე შემდეგ იგივე დატრიალდებოდა გუნდური ვარჯიში იქნებოდა შემდეგ ისევ შერკინებაზე ან მოლზე ან აუზე გადავიდოდი. ეგ ნუ საქართველოს ნაკრების სისტემიდან რადიკალურად განსხვავებული, იმიტომ რომ ნაკრებში ხშირ შემთხვევაში უფრო გრძელი ვარჯიშები ჰქონდა. და ხშირ შემთხვევაში 90% თუ რამე საჭიროება არ იყო, გაყოფილი და გუნდური ჰქონდა ცალ-ცალკე. და მათ შორის საკმაოდ გრძელი 1-2 საათიანი დასვენება იყო. ჩვენ ნუ საქართველოს ნაკრებში ხა ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ზოგადად აი შერკინებას, რაც ან თვითონ შერკინებას კონკრეტულად მოლი აუტი აი ეს ყველაფერი ჩვენ გვირჩევნია რომ უფრო კარგად დავხვეწოთ, უფრო მეტი დრო დავუთმოთ და უფრო მეტი დრო ცალკე დავუთმოთ. ანუ WASP-ში მეტყობა და სხვა შეხედულება აქვს იმ ხრივ რომ ალბათ ძალიან უნდა თუ ყველაფერი ძალიან მიახლოებული იყოს თამაშთან და რა თქმა უნდა თამაში ეგრეა 15-15-ზე თამაშობთ, მე ბურთი გადავა, აუტი გიწევს უცბად. და მაგაზე იყვნენ კონცენტრირებული. პლუს ჩვენ საქართველოს ნაკრებში როცა ვარჯიშები ჰქონდა, გუნდური ვარჯიშები, მანამდე ძირითად შემთხვევაში იყო skills-ი, ან თავიდან light პასებით დაიწყებოდა, შემდეგ იქნებოდა რაღაც კონტაქტური 10-15 წუთი და მან შემდეგ გადავდიოდი 15-15-ზე თამაშე და WASP-ში ეს კონტაქტური სესია მაგალითად ეს 15-20 წუთი ცალკე იყო. ანუ შტანგას გავაკეთებდით დილით ადრე, შემდეგ გავიდოდით კონტაქტურზე 15-20 წუთი, ვიმუშავებდით, დავბრუნდებოდით, იქნებოდა პატარა წახემსება,
ვიდეო ანალიზი და გავდიოდით ეგრევე ვარჯიშში. და აი თვითონ ვარჯიშიც აი არ ვჩერდებოდით. ანუ აი იქ დრო უკვე აღარ იყო, რომ ვიღაცას ეკითხა, რომ აი აქ რა შვებით, ან ეს როგორ ხდება, ანუ ყველა უნდა ქონოდა ინფორმაცია. თორე შეიძლება ვარჯიშიდან გაეშვით პირდაპირ. ხო და ანუ შენც გაიძულებდა რომ სულ ისე ყოფილიყავ. სულ უნდა ყოფილიყავ კონცენტრირებული. მოდუნების უნარი არ მოდუნების დრო არ ქონდა. ის რაც ხდება თამაშზე. და აი ვარჯიშიც ისე მალე გადიოდა, 45 წუთში 1 საათში ვრჩებოდით მთლიანად. და აი ვარჯიშის პროცესიც აი ყველაფერი იყო, აი აწყობილი მექანიზმებით იყო. ესე იგი წყალზეც უცბად დასწვენდნენ, ეს წყალი ვისაც ქონდა ძირითადად აი ფიზიოთერაპევტებს, შემორბოდნენ, უცბად შემოგიტანე, გაიტანე, ვიწყებთ ისე ვარჯიში. და შემდეგ რაც ძალიან მომწონდა ვარჯიში რჩებოდა, მწვრთნელები აწყობდნენ დაახლოებით 5 სექციას აწყობდნენ. და თვითონ მწვრთნელი ესე იგი დაცვის მწვრთნელი თავის სექციაში იყო, შეტევის მწვრთნელი რაღაც უნარების სკილსის მწვრთნელი ცალკე და შენ პირადად რაზეც გინდოდა ვარჯიში, ყოველ ვარჯიშზე ატრიალებდნენ სხვადასხვა კონკრეტულ ვარჯიშებს აკეთებდნენ, მაგალითად ბოჭვის ვარჯიშს, რაქის ვარჯიშს ასე შემდეგ. და შენ რასაც ფიქრობდი, რომ შენ ყველაზე მეტად გჭირდება დღეს ან თამაშიდან გამომდინარე ასე შემდეგ იქით მიდიოდი და მანდ უკვე შედარებით ისეთი აი ლაითი სიტუაცია იყო, უფრო უნარებზე ის დაჩქარება რაღაცები არ იყო და მუშაობდი იმას ინდივიდუალურად. ხო, მაგრამ ამას შენ წვეთდი თუ შენ გეუბნებოდა რომ აი რაქში არ მომწონს შენი თამაში. იშვიათი იყო კონკრეტულად ვიღაცისთვის, ანუ ალბათ იყო რაღაც შემთხვევები ალბათ, მაგრამ აი ესე მასიურად არა, ძირითადად გეუბნებოდნენ შენ სადაც ფიქრობ რომ უნდა წახვიდე ახლა და რადგან პროფესიონალიზმია ეგ წესით არავინ აღარ ერიდება ხო მაგაზე ხო მაგისთვის არის ეგ ვარჯიში. ხო არა, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხო შეიძლება ახლა მე ხასიათიდან გავამდენ რაღაცა ვიტახო რომ მე ამას კარგად ვაკეთებ და დაგინდა ეხლა რაღაცა შეიძლება ცოტა ეზარებოდეს თამაშები კონდეს გადაბმული და ეხლა ფიქრობ რომ კიდე ბოჭვაზე რომ წავიდე აღარ მინდა და რაღაც პასებზე წავიდეს ანუ ხო ეგეც მომხდარა ხო ნუ რა მაგრამ ძირითადად ეს მაგრამ ამას ეთყობა კი არა ალბათ ისეც უყურებენ ვიზანაც მსვლელობაც მოიცის რომ ბოჭვას აკეთებ თუნდაც რა პირობითად ეს ამ დაძალებული საერთოდ მაგალითად ვიღაცა თუ ჩათვლის და რომ ანუ მას დასვენება ჭირდებოდა ის მიდიოდა უბრალოდ ეს იყო იმ ხალხისთვის აწყობილი ვისაც ვინც ფიქრობდა რომ უფრო დამატებით ჭირდებოდა ვარჯიში ხო აი მე ხო შეიძლება ეხა 20 წლიანები რო იყო 20 წლიანი რო ინგლისის ვარჯიშს უყურე რა აი ეხა რასაც ყვები რა ზუსტად ეგრე იყო აი რომ გამოვიდნენ აი ხმა არ ამოუღიათ რა საერთოდ რა მე მგონი მცნელებს რა რაღაცას ერთს დაიძახებდნენ და აი 5 წუთს რაღაც გააკეთებდნენ მე უცებ რაღაცას გააგებდა და ერთს მართლა 1 საათში საათ და 15 წუთში მორჩენეს ყველაფერი და წავიდეთ რა წავიდეთ და ანუ ყველაფერი ხა ეს საქართველოს ნაკრებში იგივე მაგრამ წინასწარ კრება როცა არის გეგმა დაწერილია უკვე და ზუსტად უწერია იქ რა დროები ჭირდება ყველაფერი უბრალოდ მე რაც შემჩნევია ხა საქართველოს ნაკრებში უფრო ზოგჯერ აი რაღაცეებზე რადგან ერთი კლუბია და მეორე ნაკრებია და ამასაც ახსნიან ხა რა განსხვავება ნაკრები იკრიბება პერიოდულად. შესაბამისად კლუბთან როცა ხარ უკვე ერთი წელი ფაქტურად ამუშავებ ერთი იგივე რაღაცებს. ნაკრებში შეიძლება შემოვიდეთ ეს 3 კვირით ერთი კვირით ადრე შემოდიოთ 3 თამაშია. მანდ ხა იმდენი ინფორმაცია მოდის უცბად რომ უფრო მეტი შეიძლება მოთამაშეებს დაჭირდეთ უფრო მეტი გადამეორება და მაგით ვარჯიშის დროს აი ნაკრების ვარჯიშებზე უფრო ხდებოდა ეს გაჩერება, რაღაცის ახსნა, თავიდან დაბრუნება. აი იქ კლუბში არ ხდებოდა ეგეთი. ხო, ნუ ეგ ეხა გასაგები სპეციფიკა ისეთია რომ მართლა ეხა სხვადასხვა ხალხი მიუხედავად იმისა რომ გიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მაინც ეს იმიტომ არის მე მგონი ეს პირველი თამაშები რო გვიჭირს ჩვენ და რაღაცა ხო ნუ ნორმალურია ხო უნებრივია ხო ეგრე უნდა იყოს ნუ აი ამას უნდა ვებრძოლოთ ეგრე არ შეიძლება ჩემს ნაკრებშიც ეგრე იქნება იქ ახლა იმიტომ რომ ეგ სიტუაცია იმდენად იმხელა მნიშვნელობა აქვს მაგას თქვათ აი ეს არ არის მხოლოდ კარგად დაგეგმილი ვარჯიში იმისთვის რომ თქვათ კომფორტულად იგრძნო თავი ვარჯიშზე და ეს გაჩვევს თვითდისციპლინას
და მაქსიმალურად მიახლოებული არის სიტუაცია სათამაშო სიტუაციასთან. ჩვენთან ჩემი აზრით ძალიან ბევრი დარღვევები როგორც დისციპლინარული ხარვეზები როგორც დარღვევები ეგეც ამასაც აქვს იცი ახლა თავისი აი შედეგი რა რომ ვარჯიშზე ჩვენ ესეთი კონცენტრირებულები არ ვართ აქ არ არის მარტო მოთამაშეებზე ხო რა თქმა უნდა რაღაცა კლიანობაშია ეს ყველაფერი ესე უნდა შევხედოთ ამას აი პროდეორშიც საკმაოდ მაღალი დონეა და რამდენი ხანი ითამაშე 3 წელი ითამაშე პროდეორში იქაც აი რო უყურებ ხოლმე ზოგჯერ აი ჩვენი გუნდის თამაშს ხო ნაკრების დაუშვათ რა ვთქვათ რა და აი იქ არის როგორი მომენტები იცი რომ უყურებ მე მონაცემებს აი ვთქვათ მოთამაშეები ინდივიდუალური მონაცემებს აი არიან მოთამაშეები რომლებიც ძალიან აქტიურები არიან აი ბურთი ხშირად აქვს მიდიან ბევრი წაღება ქონდათ ნუ ცდელობა ვთქვათ იმაზე არ არის გარღვევა და არიან მოთამაშეები რომლებიც ნუ არიან მოედანზე მაგრამ ამდენი ნუ შეიძლება თამაში დასრულდეს ისე რომ მეორე ხაზელმა ვთქვათ სულ ორჯერ შეუტიოს რა მთელი თამაშის განმავლობაში. აი ესეთ რაღაცებს ვატყობ ჩვენთან რაღაცა დაბალანსებული არ მგონია. აი იქ რაღაცა სტანდარტები არსებობს ბუნებრივია ხო? აი ფორვარდებისთვის დაუშვათ. რაღაც სტანდარტი არსებობს, რამდენჯერ თამაშზე დაახლოებით, რამდენჯერ უნდა შეუტიოს, რა ვთქვათ, ფორვარდმა. რამდენი შესვლა უნდა გააკეთოს რაგში, რამდენი დომინანტური ბოჭვას თხოვენ, დაუშვათ. აი ესეთი საუბრები თუ გქონდა. აი ესე კონკრეტულად ანუ ციფრი დასვას ვიღაცამ ხო, ნუ არ ჩემ არა, ნუ რაღაცას ხო, შეიძლება მწვრთნელმა რაღაცა ასე ვთქვათ ფესში მოგცეს. ანუ ჭირდება რომ მაგალითად იყო უხეში, ჭირდება რომ იყო ფიზიკური, ანუ შეტევაში მინდა რომ უფრო ფიზიკური იყო დაცვაში, ანუ ეგ ყველაფერი ნორმალურია. ესე ციფრი რო დასვას ვიღაცამ ეგ იშვიათი, მაგრამ ნუ ალბათ ყველა რაგბი არის კომპლექსური სპორტი. ბევრი ფაქტორია. ალბათ ყველას აქვს რაღაცა თავისი ნიშა. ყველას აქვს თავისი როლი. რაღაც თამაშზე ვიღაცა შეიძლება დაგჭირდეს, ვინც უფრო კაი შემტევია, მაგრამ რაღაც თამაშზე შეიძლება დაგჭირდეს ისეთი ადამიანი, რომელიც რაგში უფრო კარგად მუშაობს. ან რაღაცა სპეციფიური უნარი აქვს. მე მსმენია პირველ ხაზელები ყოფილან, ვინც აი შეიძლება მოედანზე ბევრს არ დაარბიან, ან ბევრ ბოჭვას არ ასრულებენ და ასე შემდეგ, მაგრამ შერკინებაში იმდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი გუნდისთვის, რომ ის დომინანტი შერკინება შეცინოს გუნდის, ჯარიმა შეცინოს გუნდს, რომ მარტო მაგის გამო უთამაშებიათ. კი ბატონო. ეგეთი რაღაცები ჩვეულებრივი ამბავია, ანუ რადგან ვიღაცას შეტევა, აი შეიძლება არ ჩანდეს ვიღაცა, ან შეტევა შეიძლება 10-ჯერ ან 12-ჯერ არ წაიღოს ბურთი. ეგ მაინც არ ნიშნავს, რომ ის თავის როლს არ ასრულებს. მოწინააღმდეგიდან გამომდინარე, როგორც წესი, გუნდი ლაგდება ეგრე. რაც ესაჭიროება გუნდს, მაგ შემთხვევაში იმ სტილის მოთამაშეებს ირჩევენ. დანარჩენი ახლა აი კიდევ ერთხელ ამბობ მოთამაშეზეა დამოკიდებული, მწვრთნელზეა დამოკიდებული, ბევრ ფაქტორზეა მოკლედ დამოკიდებული. მიშა ერთი წამი ახლა ჩვენ გავჭრათ ჩვენი ისა რა ქვია. იმიტომ რომ პატარა ისა გვაქვს, ჩელენჯი გვაქვს აქ. მაინტერესებს ეს ასიამო, ნუ აგერ პატარა ყუთია, სადაც კითხვებია მოთავსებული და კითხვები თუ მოგვეწონა, ესე ვთქვათ, სუბიექტურები ვიქნებით. აი აქ ჩვენი სპონსორის მიერ მოწოდებული ერთ-ერთი ბოთლი იქნე შეგიძლია აერჩიო. კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენი სპონსორია მაღაზია სასმელი, რომელიც აბაშიძის 38-ში მდებარეობს და ვისაც გამოწერილი აქვს ჩვენი პოდკასტი, იმისთვის 15%-იანი ფასდაკლება ამავე. დავიწყოთ. ამოიღე ეხლა წავიკითხო ხო თუ ხო წაიკითხე ჩვენ არ ვიცით ეხლა აი ბევრი ჩავყარეთ რა იღე არ ვიცი ესე მოკლე ესე რა ვიცი როგორც შენ შეგიძლია საუკეთესო რაგბის მეტსახელი რაც კი ქსმენია ეს ქართული თუ სულეთია განსხვავებით რომ ეხლა ვიღაცა ფრანგული გვითხრა ისეთი რომ საერთოდ არ მესმოდ ერთი წელი ვიხარ მეგონი ერსაზე გვითხრა ხო რაღაცა საშინელებას ეძახოდნენ, ნუ რატო ეძახოდნენ ვერ გავიგეო და ნუ მე გავარკვი.
კი, რა ვიცი ისე რა. მე მომწონს სტანდარტულები საქართველოში არის ძირითადად უფრო აი ბალუ, პუნტულაც კაია, პუნტულაც მომწონს. ისეთი სერიოზული ერთი სამუელი იყო, მაგისი მომწონდა სხვათა შორის, მაგარინ ბოჭავი იყო, როგორ დამავიწყო სახელი, ძველია და chiropractors ეძახდნენ მაგას, ანუ ხერხემალში ასწორებდა ტიპებს და მაგითო რა. ანუ ცოტა სერიოზული თქვა, ცოტა ბრუტალური ალბათ. კაი. შემდეგ. განსხვავება კარგ გუნდებს და ელიტურ გუნდებს შორის. ალბათ აი რაზეც ვილაპარაკეთ ის პატარა დეტალები. ალბათ აი ელიტური გუნდები პატარა დეტალებს ოდნავ უფრო უკეთესად აკეთებენ. და აი ეს შეიძლება ისეთი მარტივი რაღაცა იყოს, როგორც აი აუტში 1-5 სანტიმეტრით უფრო მაღლა რო აიწიოს კაცი. ანუ იმ ამწევმა უფრო მეტად რომ მოინდობს. ეგეც ძალიან დიდ რაღაც მე ბევრს ცვლის ეგ. პატარა მაშინ ამ შემთხვევაში ამ კითხვაზე ვიტყოდი, აი ის პატარა დეტალები. ალბათ სამსხვავებს კარგ გუნდებს ერთ. კარგი. მოდი ერთიც ისგან. მატჩი რომელიც არასდროს დამავიწყდება, რა თქმა უნდა, იტალიის წინააღმდეგ თამაში. რომელიც იყო, მე მგონი 2021-ში, ხო, თუ 22-ში. ბათუმში. მაგ თამაში არაფერი არ დამავიწყოს, მე ჩვენც ეგრევე რაგბის თამაში ეგეთი მე ხა ზოგადად რაგბის თამაშზე ემოციურად ცხოვრებაში შედარებით უფრო დინჯი ვარ, მაგრამ რაგბის თამაში საკმაოდ ემოციური ვარ და აი იტალიის თამაშზე მე რა ემოციების განვიცადე, მაგას ნამდვილად ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არაფერს არ შეუძლია და უბრალოდ არაფერს არ მოუწია უფრო მეტი ემოცია ვიდრე მაგას და ნუ რაგბის მხრივ მომავალში ალბათ ეგეთი მომენტი არც იქნება რა. ნახოთ. რატო კაცო, რა ვიცი, არა ხარ შენ ეხა. შემაგას აქშირო ჯერ. მაგიტო არ ვამბობ, უბრალოდ ეგ იყო რაღაც ხრივ პირველი. ხო, პირველი. ანუ პირველი იყო ეგეთი, აი ადრე ხო იყო სამოა ტონგა, ეგეც ხო თავისებურად პირველები იყო, რომ აი ტიერ 2-ში გვეჩვენებინა, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი დომინანტი გუნდი და აი იტალიასთან ფაქტურად პირველი იყო, რომელიც აი დიდი ხანია ველოდებოდით, რამდენი ხანია დავამიდიოდა. ბევრი მცდელობა იყო მაგისი და მაგიტო ვიძახი უბრალოდ, რომ ალბათ მაგ ემოციას აი ძალიან რთული იქნება რამე. კაი, საკმარისია. აირჩიე ახლა შენ. იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო ღვინოები, არა მარტო ეს არის ჩილეს ღვინა. აჰა. და არის ძალიან საინტერესო. ფრანგულები და ერთი იტალიური ზღვარი. არ ვიცი, ეს ფრანგულები ბევრი მაქვს დალეული, ასე რომ ხო და მე ზოგადად სმელი არ ვარ, მაგრამ გასინჯული მაქვს ასე. არა, ნუ ეხლა ერთი ბოთლი ცნობილი მაშინ. სამხრეთ ამერიკაში, როგორც ვიცი, არგენტინული ღვინოს და მე მგონი ჩილეს ღვინოს საკმაოდ კაია და მაგიტო აი ეს არის სასწაული. მაგიტო მაგას შევარჩვა. ეს არის ის ღვინო მიშა, შენც ახლა მეც ჩილეში ნამყოფი ვარ და შენც გაოცებული ვიყავი მე ჩილეში და ავსტრალიაში სასწაულები ზელანდიაში. ეს არის სასწაული ღვინო. გაოცებული ვიყავი. კარმენერა არის სასწაული ღვინო. და ნუ აი ქართულად არ უნდა დალიო ეს რა, აი უნდა კარგად ახლა შენ საფრანგეთში მაგის პრაქტიკა გექნება და ნახავ რა გემოებია რა. დიდი მადლობა. ორ გავიგე. გადმოგცემ ამ ღვინოს და დააგემოვნე და დიდი მადლობა. იცი სად შეიძლება შესაბამისი ნახო. იშვიათად ვიწევ სამხრეთ ამერიკული ღვინოები ხშირად არ ხვდება, ასე რომ ძალიან მაინტერესებს ერთი დავაგემოვნებ აუცილებლად. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა სპონსორს, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი სტუმარი ესეთი გამორჩეული ღვინით დავასაჩუქროთ. კაი, ლაშა, გადავიდეთ. ეხლა ჩვენთან დიდი ხანი არ არის, რაც დასრულდა 20 წლამდე მსოფლიო თასი ჩვენთან საქართველოში. შენ აქ იყავი ამ პერიოდში? აქ ვიყავი და საბედნიეროდ მომიწია სამი თამაში ვნახე, ქუთაისში ვიყავი მაგ დროს დასასვენებლად ვიყავი დასავლეთში და დავესწარი სამ თამაშს. ესე იგი იაპონია, იტალია, შოტლანდია, ზელანდია და ბოლო თამაში როგორ დამავიწყდა, რაც დავესწარი.
ბოლო თამაში აღარ მახსოვს, მაგრამ ნუ სამ თამაშს დავესწარი. ჩვენი გუნდის თამაში ჩვენი გუნდის თამაში სამწუხაროდ ვერ დავესწარი, იმიტომ რომ თბილისში რომ მიმდინარეობდა თამაშები, მაშინ ვიყავი დასავლეთში და დასავლეთში ვერ გადმოვიდნენ ვერ ჩავწვდი. მე როგორც მახსოვს 17-ში შენი ოციანები ნაკრების პირველად ჩატარდა საქართველოში 17 წელს ნაკრების წევრი. მე ესე მახსოვს. 17-ში და შემდეგ მომავალ წელს საფრანგეთში ვერ ჩატარდა. მაშინ შენ იყავი, თორნიკე იყო, ჯალაღონია, მე როგორც ჯალაღონია. ბეკაც იყო, გორგაძე? არა, გორგაძე ჩემზე უფროსია 2 წლით. ბეკა საღინაძე იყო. ბეკა საღინაძე. აფრასიძე იყო, თედო იყო. კარგი შემოგვიჩაშვილი. მოგეთ ძალიან ბევრი შემილია დავასახელე. კი, არა ვიცი. როგორი სტაბილიზება დატოვა თვითონ ოსტრო? ძალიან ისეთია რა, ხო, სერიოზული ჩემპიონატია, ხო, ოსტრიელების სოფლიო ჩემპიონატი. საკმაოდ კარგი მოთამაშეები არიან. ძალიან. როგორი სტაბილიზება რა თქმა უნდა, ეგენი ახლა მომავალი ვარსკვლავები არიან და რო შევხედოთ თუნდაც არა მარტო ჩვენი ნაკრებებიდან, მაგრამ სხვა ფაქტურად ბევრი შემდეგ უკვე თავის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. ძალიან მიხარია ის, რომ ფართოვდება ეს ჩემპიონატი და ჩემი აზრით, ნუ ეგრეც უნდა იყოს საჭირო, უფრო მეტ გუნდს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ ყველაფერში. ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატია. ალბათ აი მაგასაკში პროფესიონალიზმთან ყველაზე ახლოს ეს არის, ანუ ამის იქით უკვე მაგასაკში არ არის. რაც შეეხება თვითონ ეს ამ ჩემპიონატა როგორც ჩაიარა ჩვენთვის. ნუ რა თქმა უნდა ყველა უკმაყოფილოა იმ შედეგით, ანუ სუფთად შედეგით მე არ ვამბობ ბიჭების გარჯაზე და მონდომებას და ასე შემდეგ, ყველაფერი ჩანდა თამაში. ეგ არის ვაკლია. მაგრამ ხო, ან თვითონ უშუალოდ შედეგით, რა თქმა უნდა, ნუ უკმაყოფილებას ახლა ეგ ვერ გამოიწვევს. ჩემი აზრით, უბრალოდ აი როგორც ახსენეთ თქვენ დიდებშიც ისევე პატარებში ჩვენც გვქონდა ეს ჩვენ როცა ვიყავთ წლამდე დისციპლინა იყო პრობლემა ეხა სამხრეთ აფრიკასთან სამბარაც ან სამხრეთ აფრიკასთან ისედაც ხო აი ეს რთულია თამაში და მაგას პლუს დამატებული მე მგონი 2 ყვითელი ბარათი გქონდა და ისი ჯარიმები 13-ნი ვიყავით 13-ნი ვიყავით ახლა სამხრეთ აფრიკაში თანაბრად ვეთამაშებოდით ხო ეგ ნიშნავს რომ ამ გუნდში ანუ ის პოტენციალი და ტალანტი იყო აი უბრალოდ აი ეს დეტალები კიდევ ერთხელ ვახსენეთ რომ აი ეს დეტალი რასაც გულისხმობ ხო აი რასაც აკეთებენ ელიტური გუნდები რომ აი თუნდაც შეიძლება 5 სანტიმეტრი დაბლა ბოჭვა რო გააკეთო ხო გარტყავ კერჩში და არ ეკავს და ეგ ერთი ყვითელი ბარათი ყველაფერს ცვლის მით უმეტეს ეგეთ დონეზე ეგეთი გუნდის წინააღმდეგ ეხლა მე თავს ვერ მოვიტყვევდა მე მგონი ვერავინ ვერ იტყვის რომ ფავორიტი ეხლა მაგ თამაში სამხრეთ აფრიკა იყო და კიდე ზემოდან აი ეგ რო გემატება ეს ბარათები რთულია სხვა მხრივ ახლა მე არ ვიცი მე ოდნავ დავინახე რომ ცოტა აი უელსთან ფსიქოლოგიურად მაგრა იყვნენ ბიჭები და ჩემი აზრით აი მაგ მარცხმა ის ერთი ქულით რო წავაგეთ ანუ აი ეგრე ახლოს რო იყვნენ მაგ მარცხმა ცოტა გუნდზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა ჩემი აზრით ეგ თამაში ჩვენ მოგვეკო შეიძლება ეგ ჩემპიონატი ზოგადად სხვა მოდი ახლა ვაშა მაგის გარჩევებს ნუ დავიწყებ ჩვენ იმიტომ რომ ეღოფად თავისი რაც მოუნა ესმის შენ რასაც იძახი ხო იმიტომ რომ მან ბევრი რამე იყო რა ბევრი რაღაცები დაემთხვა რომელიც ახლა ბევრი ფაქტორი იყო ერთადერთი ახლა მე რა მინდა იცი ახლა შენ ის დეტალებს რო ახსენებ და ჩვენთან მიმართებაში და მაინტერესებს ახლა თქვენ დროს როგორ იყო ეს თუნდაც შენ რო იყავი ნაკრებში რა და ან გუნდებში როგორ არის საჯები მუშაობენ თქვენთან? რა თქმა უნდა, ნიკა ამაშუკელი ხშირად დადიოდა ჩვენთან. ანუ თქვენთან დადიოდა. ჩვენთან ეროვნულ ნაკრებში დადიოდა. რაც შეეხება ხა ჩემ დროს 20 წლამდე შეშუსტად არ მახსოვს, იმიტომ რომ ეგ იყო ერთი 8 წლის, 8-9 წლის წინ იყო. ალბათ გვექნებოდა 1-2 შეხვედრა, მაგრამ ეხა იქიდან გამომდინარე, რომ ეხა ნიკა ძალიან მაღალ დონეზე მსაჯობს. ხო ეგეთი ადამიანი უნდა გამოიყენო რა შეიძლება მაგალითად აი არო ეხა როც თავისუფალი დრო აქვს დადიოდა ჩვენთან ეხლა არ ვიცი როგორ ხდება სავარაუდოდ იგივე გრძელდება მაგრამ
ჩვენ პერიოდში ხო, დადიოდა აი რაღაცა ჩვენ იქ პატარა ნიუანსებზე ხო, იმიტომ რომ იქ ისეთი დეტალებია რა, რომელსაც ახლა ნიკა ისეთ რაღაცებს იძახის ხოლმე, რომ ნუ წარმოუდგენელია. ვიდეო განხილვების მქონია ნიკასთან ერთად ჩვენი თამაშის და სხვა თამაშებისაც. ხო. და ანუ კონკრეტულად მას გაუმახვილებია ყურადღება, სიტყვაზე ვთქვათ, იმ ასპექტებზე, სადაც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვეძლო უკეთესად ყოფილიყავით დისციპლინაში. და ყველა ქვეყანა, ყველა დიდი ელი. ხო და აი რა სამწუხაროდ ვაშა რაღაცა ჩვენ ვერავინ ვერ გვეუბნება, რომ აი ახლა ეგ ხდება რა. ნიკაც რაღაცა დუმს მაგ იმაზე რა. მაგ ამბავზე ჩვენ ვკითხეთ რამოდენიმეჯერ და აი ზუსტად შენ რაც თქვი რა, რომ ახლა უელსთან 19 ჯარიმა იყო, იქ კიდე რაღაცა, იქ 3 ყვითელი. ეგ ძალიან ჩანდა რა, რომ აი რაღაცა ეგ მომენტები გვაქვს. ხა დიდ ნაკრებშიც ახლა ხა იაპონიასთან ისეთი ჯარიმები ავიღეთ და ისეთი გადამწყვეტი, რომ ნუ სამწუხაროდ რაღაცა მე მგონი ჯერ მან რაღაც ვერ არის დაალაგებულად საქმე რა. აი გადავიდეთ. ლაშა მე როგორც მახსოვს 23-ში შენი პირველი მსოფლიო თასი იყო, ხო? ნაკრებში და ეხლა გასული არის 3 წელი მართალია. ეხლა ცოტა ისე არის ეს ყველაფერი. ასე ვთქვათ, ნუ მეხსიერებაში ასე ვთქვათ, მაინც რაღაცები მაინც დაილეკა. მაინც არის რაღაც მომენტები, რომელზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ეს შენი შტაბ-სტილებები ძალიან გვინდა რომ გაგვიზიარო ამ მსოფლიო თასთან დაკავშირებით. იმიტომ მოლოდენი იყო ერთი, შედეგი მივიღეთ სხვა. პირველივე თამაში მე მგონი ფიჯისთან იყო, ხო? თუ ავსტრალიასთან ავსტრალია. ხო, პირველივე თამაში ავსტრალიასთან იყო. სხვა შორის ავსტრალიასთან იყო ის მომენტი, ძალიან კარგი ლელო დაიდო, იქ ლაშა ხმალაძეს კარგი გაჭრა მახსოვს, კვესოს 15-ზე იდგა თუ არ მეშინია რა, თუ დინიაშვილი. ესე იგი ის სხვა თამაში იყო. შეიძლება ის სხვა თამაში იყო. შეიძლება სხვა თამაში იყო. აი ნუანსები ახლა ისე კარგად არ მახსოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოლოდინები სხვა იყო. რატომ რა ვერ შემძე? აი ხო, აი მანდაც იგივეს ვიტყვი, რომ ახლა პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეგ შედეგი ჩვენისთვისაც ვერ მზადებოდით, ან საერთოდ სხვა შედეგი გვინდოდა, სხვა შედეგი დაიდო, ეს პირდაპირ უნდა ითქვას, ამას არანაირი გალამაზება არ ჭირდება. რაც შეეხება, მე ვფიქრობ, მოსამზადებელმა ჩემი აზრით, კარგად ჩაიარა. შეიძლება რაღაც მომენტებში, ეხლა მე პირადად რასაც ვგრძნობდი, რომ კარგად ვცნობდი ფიზიკურად, მენტალურად თავს, უბრალოდ აი ოდნავ ვფიქრობ, დაღლილი ვიყავი, ოდნავ. შეიძლება ეს პირველი მსოფლიოს ნერვები იყო, შეიძლება სხვა ფაქტორები იყო, ვარჯიში ასე შემდეგ, მაგრამ მე პირადად მაგას ვცნობდი, სხვები როგორ გრძნობდი თავს, მაგაზე მე თავს ვერ დავდებ. მაგრამ აი რაც მოხდა ავსტრალიასთან და ეგეც ისე უბრუნდებით, რომ ეს პატარა დეტალები რამდენად მნიშვნელოვანია და აი იგივეს ვიტყვი და მაგას ვამბობდის, რომ არ მინდა ხე ისე გამოვიდეს, რომ თითქოს რაღაცა თქვი და გავიმეორო, იმიტომ რომ ეხა მოხდა. მანამდეც, სანამდე ეს 20 წლამდე ჩემპიონატი იქნებოდა, მაგას ვამბობდი 23-ის ჩემპიონატზე, რომ პირველი თამაში ჩვენ გქონდა მომენტი, სადაც ჩვენ შეგვეძლო, აი შეიძლება თამაში ბოლომდე არ მოგვეგო, მაგრამ ძალიან ახლო ანგარიში შეიძლება დაგვეგო მანდ. და ეგ ახლა ჩვენაირი ქვეყნისთვის ჩვენ მაინც ახლა ავსტრალიასთან შედარებით, მაინც პატარა სარაგბოერი ვართ. ფსიქოლოგიურად ძალიან მაგრამ მოქმედებს შემდეგ თამაშებზე და პლუს აი როიცი რომ ფავორიტ გუნდს თანაბრად ეთამაშები და რაღაც მომენტში უგებ, მან შენს უკვე რაღაც სხვანაირი თავდაჯერებულობა გეძლევა და სხვანაირი ენერგია გეძლევა, იმიტომ რომ ხვდები რომ აი რაღაცა სენსაციურთან ძალიან ახლოს ხარ რა. ხა მე უკაცრავად ეგ აგადე აი მე არ ვიცი ხა შენ რამდენად იცი ხა ალბათ შენ მეგობრები ვიღაცები იყვნენ ტრიბუნაზე რა და რაღაც ისე იყო რომ ავსტრალიელები იყვნენ ჩვენ გვერდზე რა. ესე იგი, ნუ უნდა გენახა რა, მე ერთადერთი ეგეთი ის მახსოვს, აი პირველად რომ ცდელობა ქონდა ირლანდიაში რუმინეთს რო უგებდი და მე რომ მოგვიგო რუმინეთმა, აი პირველ ტაიმი ხო მოუგეთ რუმინელებს, ის ირლანდიაში 98-ს გეუბნები რა. საპირველი ცდელობა, ეს იყო ირლანდიაში 98 წელს, 1998 წელს. და რუმინეთის მაშხოს უგვიგებდა და ნუ ჩვენთვის დაუძლეველი ის იყო და პირველ ტაიმი მოუგეთ და გვერდზე ხა იქ
რუმინეთ აი ჭკუაზე არ იყვნენ რა აი ფერი არ ედოთ ხმას ვერ იღებდნენ აი დაახლოებით აი გამახსენდა რა აი ავსტრალიელი გულშემატკივრები ესე დღეში იყვნენ რა რომ აი არჯეროდათ რა რომ ეხლა ამ თამაშის შეიძლებოდა ამოტრიალება ანუ ისეთი რამე დაატრიალეთ იქ მოედანზე რა ეგრეთ იყო და აი ერთი მომენტი აი ერთმა მომენტმა ჩემი ეს თამაში გადათ ეხლა რაღაცა ჩვენ შეტევაში ვიყავით და აი ბურთი რო ჩაგვიჭრეს ანუ ხო კონკრეტულად ამას პასი იყო ხო და ვინ გააკეთა და ასე შემდეგ მაგრამ აი მაგერთი მომენტმა თან ჩაგვიჭრე პირველ ხაზოვმა ჩაგვიჭრა ხო მე მგონი ის არ ახსოვს და ხო ну არა აქვს მნიშვნელობა აი მანდ ჩემი აზრით აი რთული იყო რა მაინც რომ აი ბურთი ჩაიჭრა როგორ დაჭრა ხაზი წამოვიდა არა ძალიან მაგარი ნათამაშები იყო ძალიან მაგარი ნათამაშები უბრალოდ იმან ალბათ მაინც თავისი გამოცდილებით აი ხო აი დაინახა არა დაინახება იფიქრა რომ ეს არა მეჭრაზე წავალ ანუ აქ მაინც ვერაფერს ვერ ვიზავო იმიტომ რომ 1-3-ზე ვარ და ანუ ვერაფერს შევეტავება ხო ვიდეო ანალიზეო და წავალო ჭრაზეო რა და ტიპმა გარისკავო და აუბართე და ანუ ეხა ვფიქრობ რომ მაგ თამაში ჩვენ რო ლელო დაგვედო მაგ შემთხვევაში ხო უკვე ავსტრალია ხა შენც ფავორიტი რო ხარ წნეხში ვარდები ვფიქრობ რომ აი რა ხდება პირველი თამაშია თან ავსტრალიამ ფიჯისთან წააგო შემდეგ თამაში ამიტომ გეუბნები არ იყო ავსტრალიაც ისე თლად ხარ მე აი გულშემატკივრების სიტუაცია გეუბნები აი ეგ თამაში ჩვენ ან ძალიან ახლო ანგარიშში დაგვემთავრებინა ან რომ მოგვეგო შეიძლება სულ სხვანაირად წასულიყო ხო ნუ ეხა სპორტია და სპორტია შემდეგ ხა რა თქმა უნდა პორტუგალიას ანუ პორტუგალიასთან შეგვიძლია დავატრიალოთ ეს ყველაფერი ჩვენ ვიყავით ფავორიტები ისინი არ იყვნენ და მაგათმა რომ დაინახეს რომ აი 1000-ზე რამდენჯერ ყოფილა ხო საქართველოსთან დამარცხებულან ვერ უგებენ საქართველოს თუ არ ვწდები მსოფლიომდე ერთ წლით ადრე ფრე დაამთავრეს ჩვენთანაც მაგათთვის რა თქმა უნდა ძალიან კაი შედეგია და პორტუგალია საკმაოდ კარგი უნდა ჩამოყალიბდა და ეს ჩემი აზრით ეხლა სასიხარულოა რა ლაჟისკე ხო ლაჟისკე ყავდა ხო ლაჟისკე ძალიან ეშმაკი კაცია და აი თამაში ალბათ იმათმა იგრძნეს რომ აი მსოფლიოზე ვართ საქართველოს ფავორიტია მაგრამ თანაბრადვე თამაშებით და აქედან შეგვიძლია გამარჯვებულები გავიდეთ და შემდეგ რა თქმა უნდა თვითონაც სენსაცია მოახდინეს რომ ფიჯის მოუგეს ფაქტიკული ხო და ну მოკლედ ჩემი აზრით ჩვენ გუნდს პოტენციალი ქონდა რომ მაგ ჯგუფში კარგად ეასპარეზა მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით და პორტუგალიასთან რა მოხდა სიმართლე გითხრათ ცოტა რთულია იმიტომ მე თუ ინშეყო მქონდა ავსტრალიის თამაში ბუნდოვნად მახსოვსებია თან მაყურებლის მოედნიდან უყურებდი ასე რომ შიგნით იქ რა ხდებოდა რავი თული ალბათ ერთი იმას თუ საქართველოსთან თამაშის წინ ყველა ემზადება განსაკუთრებით მაგრამ შეკინებაში მოსწარის მიერ თამაში საქართველოს თუ გინდა რომ კარგად ეთამაშო მაგ ყველაფერს ძლიერი უნდა იყო და ალბათ ხა პორტუგალია გარეთ საკმაოდ სწრაფი გუნდია და ალბათ ამ ძალისმიერ თამაშში შედარებით რომ აგვივეს ხარი და თანასწორად გვეთამაშნენ რაღაცა თავდაჯერებულობა და мотиваცია მიეცათ. კი და სამწუხაროდ ეხლაც აი ბოლო თამაშიც ეგეთი იყო ზუსტად. დაგვიდგენ ყველგან და ერთი შეცდომა დაუშვიდა იმ შეცდომას. ეგ განსხვავებული თამაში იყო ეხლა ბოლოს სხვა შორის რა, მაგრამ აი ეს მსოფლიო თასზე თამაში, როცა პირველი ტაიმი იყო სრული დომინაცია ჩვენი, სრული დომინაცია და მეორე ტაიმში შეიცვალა სრულიად სურათ. ისევე როგორც იყო თამაში იტალიაში. ხო და აი მე როგორც მახსოვს და მე ნიშნა სხვა შენ რო თქვი რომ ცოტა დაღლილად გძნობდი თავს, ნუ. მოხდა ისეთი რამე რომ დაახლოებით სუფთა დროს სხვა შორის ჩვენ ეს თამაში ვნახეთ რა, სუფთა დრო, ნუ 40 წუთი არ იყო, მაგრამ დაამიახლოებული იყო. კარგი შედეგია იქ სუფთა დრო ეს თამაში და მაშინ მეორე ტაიმში გამოჩნდა ის რომ პორტუგალია მააჩქარა რაკი. უფრო სწრაფი რაკის თამაში დაიწყო. ჩვენ ვერ ვასწრებდით
გვერდებზე ადგილების შევსებას არ ვიცი რატომ ესე მახსოვს მე ეს თამაში და ვემზადებოდით ჩვენ ესე იგი რომ ისინი გულმოდგინედ მოამზადებდნენ შეტევას და დახვდებოდით ჩვენ კარგად იმათ, მაგრამ ისინი სულ არ ფიქრობდნენ მასზე რა. ადგნენ და ეს ლაჟისკემი იმიტომ გამახსენდა ეს ფრანგი მწვნელი ყავდათ მაგათ ეს ფრანგი მოთამაში და ეთქობა დაინახა ის მომენტი რომ მოგვიგეს მოძრაობა უბურთო მოძრაობა მოგვიგეს რა და ეს სწრაფი თამაში გამოვიდათ კარგად და არ ვიცი ჩვენ რა დაგვემართა იქ რატო იყო ეს ჩავატნა მე ვერ ვიტყვი ეს კი იქიდან გამომდინარე რომ პორტუგალის სტილი ზოგადად ეგენი არიან უფრო აი მესამე ხაზების მეორე ხაზების შეხედა უფრო თხელი ბიჭები არიან ბევრს მოძრაობა და მე რომ ეს ყველას ხო ჩვენი კოზირი გვაქვს გუნდებს და საქართველოს კოზირი ყოველთვის ძალისმიერ თამაში და აი რო თქვი რომ ძალისმიერ თამაში კარგად დაგვიდნენ მაგ შემთხვევაში უკვე იმათმა თავის კოზირი კარგად გამოიყენა შენ თუ ჩემ კოზირს აბათილებ შემდეგ უკვე შენ გაქვს ეს ისტრაფე მოძრაობა და ალბათ მაგაში უკვე ეს დამატებული мотивация ის თავდაჯერებულობა რომ მათ შეეძლოთ მაგ თამაშის მოგება ანუ საბოლოო ჯამში ფრედამთავრდა მაგრამ ამ ყველაფერმა იმოქმედა დადებითად მაგ გუნდს და კარგ უნდა ჩამოყალიბდა პორტუგალია. ვერ დაუკარგავ მაგათ, მაგან ვითარება სული არ არის რა ბოლო-ბოლო. თამაშია რომელსაც უნდა ის ფიჯი არ იყო ეხლა ეს ხელწამოსაკრავი ფიჯი ეხლა ფიჯის მოგება სოფლიოთაზე ეს ეხლა ის ფიჯი იყო შეიძლება ფიჯის მათ სუსტი გუნდი სამოამრო გუნდი გამოიყვანა ეხლა ესეთი გუნდი მე მგონია და დიდი ათის რომელიმე ლიდერი გუნდი რო ეთამაშა იმ სამოასთან არ წააგებდა ისეთი ეხლა რო ეთამაშეს ხო და თორე ეხლა ის ფიჯი სერიოზული ფიჯი იყო ისევე როგორც სოფლიოთაზე მე მახსოვს სამოაც და თბილისშიც ჩამოსული სამოაც ძალიან კაი გუნდი პირველად რომ მოუვეთ აქ ნუ ყავდათ მაგრამ ეხლა ვერ აყავთ ეგეთი ხო იქ რაღაც პრობლემებია როგორც ვიცით და მოთამაშეებსა და იმათ შორის ჩვენ ეხლა სრულთლიანად ნუ ახალი სახეები გამოჩნდნენ ლაშა ჩვენ ნაკრებში და სხვა შორის იმედის მომცემ პერსპექტიული ბიჭები არიან ეხლა ნუ არ ტრავმა ქონდა მეტრეველი მაგალითად რომ მე თვითონ ნინიაშვილი ეხლა კი არა ეხლა ახალი ერთის მხრივ ახალი სახეა და მეორეს მხრივ ხა საკმაოდ გამოცდილებას დაუგროვდა უკვე ხა კაშკაშა ნუ ტალანტია ეხლა აშკარა ტალანტია ეგ ბიჭი და მე უბრალოდ როცა ფორვარდებზე რო კითხე და უფრო დაბალანსებულ თამაშზე როცა ყავს გუნდში ლიდერები კარგია რომ იმათ გვერდში კიდე ნუ ყველა ისეთი ვერ იქნება შეიძლება კაშკაშა მაგრამ ეს თამაში დაწვირთვა თამაშის სხვაზეც სწორად იყოს გადანაწილებული როცა მარტო ერთი და ორი კაცის იმედად ხარ იქ თამაში ძალიან რთულია იქ თამაში და როცა არის რგოლებში რამოდენიმე რგოლში არის ადამიანი ვისაც შეუძლია თავისთავზე აღება და რაღაცის შექმნა თანაბარ სიტუაციაში უნდა შექმნა ხო ტალანტი რას ნიშნავს რომ არაფერი არ ჩანს თანაბარი სიტუაცია და იქ ქმნი თორე ეხლა 4-ებზე რო გავიდეთ ეხლა მე და გიაც შეეძლებთ მე ვფიქრობ არიან ბევრი ბიჭები ნაკრებში ახლა ვისაც შეუძლიათ თქვენ რასაც ლაპარაკობთ მაგ ყველაფრის შექმნა ან მართლა ეხა ზოგთან არა საჭირო ახ კონკრეტულად სახელების დასახელება, მაგრამ ბავშვობიდან მოვდივართ, ერთად მე ვიცი მათ რა შეუძლიათ და რის პოტენციალი აქვთ და ვიცი რომ ბევრ შერკინებას შეუძლია თავის თავზე თამაშის აღება. უბრალოდ შემდეგ უკვე ფაქტორი შემოდის, რომ ყველა თამაშობს თავის კლუბში, ანუ მთელი წელი თამაშობ კლუბთან ერთად რეალურად. ხო, ეგეც ხომ მოქმედებს. კლუბში შეიძლება სხვა როლში ხედავენ ჩვენ. ეგრეა ეხლა ნორმალურია. საფრანგ ფრანგ ბიჭები აშკარად კლუბში სხვა რამეს თამაშობენ რა და აქ უწევთ მე სხვა რამეს თამაში და ეგ არის ძალიან დასაბალანსებელი. საქართველოს ნაკრების ზოგადად აი პრობლემა არის აი ეგ თვითონ აი ამ ფრანგულ გუნდებთან ურთიერთობა ის სულ პრობლემურია როგორც ვიცი. ნუ ჯერ ერთი ახლა იმ ფრანგულ გუნდებს არავის არ სიამოვნებს რომ მე ჩემპიონატი გამოცდილებიდან ვიცი და ალბათ სხვა ბიჭებიც დამეთანხმებიან არასდროს არ სიამოვნებს როცა მოთამაშეები ნაკრებს სათამაშო. ჩვენ დროსაც ეგაობა იყო მაგას.
ეხლა საფრანგეთის ნაკრებში რომ მიდის სათამაშოდ ეგ უკვე სხვა თემა, ეგ მანდ უკვე პრესტიჟია პლუს კომპენსაციასაც უწევს ფედერაცია და ჩვენგან დიდად არ საერთოდ მოთამაშეს კარგავენ და ეგ არის ერთი ეგ ცალკე მოთამაშესთვის სტრესია, იმიტომ რომ მე იქ სანერგულო რომ გუნდში ურთიერთობა გაგიფუჭდეს, გუნდში ადგილი დაკარგო, არა და რა უნდა ქნა, ხო? ეხლა ნაკრებში გიძახები, ნუ წამოხვიდე და ითამაშო, ხოლმე არ არის. მაგც მე გადახედე, აქვსენტი გიორგაძე ეხლა არის ზუსტად მაგით დაკავებული რა. როა ეს ურთიერთობები ფრანგულ კლუბებთან დაალაგოს ბიჭებთან რა და უკვე დიდი ნაბიჯები გადადგმული აქვს, უკვე თითქმის ყველასთან შეხვედრილია კლუბებთან. ეხლა მაგას აკეთებს. კალენდარი დაგზავნილია. კალენდარი ყველა და შეთანხმება მიდის კონკრეტულად. ანუ ეს არის ეხლა მოკლედ აქვსენტი ის სიმხელა ისა აქ რა ქვია გამოცდილება საუბრო და თქვა რომ ეხლა არა მეჯერ ამის რაღაცებისთვის მზად არ, მაგრამ აი ამის გაკეთება კარგად შემიძლია და ნუ ამას აკეთებს და ეგ ეხლა ვიცით, ეხლა ჩვენ დროსაც ეგრე იყო, იმიტომ პრობლემა იყო ეხლა. არა შევდეთ თქვენც ეგრე იქნებით. ინფორმაცია ვიცით და ძალიან სასიხარულოა ეს ყველაფერი. უბრალოდ აი დავამთავრე საიტიდან მიმყავდა ეს ყველაფერი. ან ჩემი აზრით თვითონ კლუბებში მოთამაშეები თამაშობენ და ნაკრებში, იქ არის ძალიან ახლო კონტაქტი კლუბს და ნაკრებს შორის. ანუ აი ის პრობლემა ჩვენაზეც ვილაპარაკეთ, რომ საქართველოს ნაკრებში ვიღაცა ერთ როლს თამაშობს და კლუბში უწევს სხვა როლის თამაში, ეგ ჩემი აზრით მაგ სისტემაში არ ხდება. სავარაუდოდ კლუბი და ფედერაცია და ნაკრები თან ხვდებიან, რომ ამ მოთამაშემ უნდა გააკეთოს ეს და ძალიან ინგლისში ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ ეგრეა, რაღაც სავარჯიშო პროგრამების და ასე შემდეგ. ეროვნული ნაკრები და RFI უგზავნის. ხო, ნუ იმედია, ეხლა მაკეთ მიდის რა. შორის ანუ ეგ ძალიან კაი სისტემაა, როცა შეგიძლია რომ ანუ ფედერაციას, ნაკრებს და კლუბებს რაღაცა ერთი ხედვა გქონდეთ. რა თქმა უნდა, ფიქრობ რომ ყველა კლუბში ეგრე არ არის, რომ ყველა თურქნელს ახლა თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ ალბათ აი მაგ ახლო კონტაქტის გამო, რაც რა თქმა უნდა საქართველოს და იმ კლუბებს შორის არ ხდება, ეგეც რაღაც პატარა სხვაობას იძლევა. ხო, რა თქმა უნდა. რა ბოლო სტელსაც ეწოდინება რა, ხელმაც უნდა იცოდეს, ახლა შეიძლება შენში ხედავდეს, ახლა არ ვიცი, საერთოდ მე რამდენჯერ ვიდე მოკლეს ეს ბიჭი ამ ბურთის წაგებით რა. ახლა მიაგ და ჭინდაობს და არ ვიცი, თავს იკლავს რა. სარინად ისე დრეშია და ამ დროს თავის კლუბში მაგას არ თამაშობს. ის არის რა კლუბში ხო საღინო აქ ეს როლი დაუიმასუბრეს მიცეს და მოგდა ეს კაცი და გავნიშნე. მე გუგლს აი როცა ვამბობ რომ ვიღაცებთან საღინასთან ერთად მე მოვდივარ ბავშვობიდან ერთად და საღინას კოზირი ყოველთვის აი ბურთის წაღება ანუ ბურთი მაგრამ იქონდა აი ზოგჯერ გიждდებოდი გეც იმიტომ რომ სულ გასწორებული მიახვევთ. მაინც მიაკ რა, ანუ მაინც გიკეთებს იმ უპირატესობას და ეხლა ლიონში მე კონკრეტულად არ ვიცი რა როგორ ხდება. ესეთი ინტენსივობით იქ ამას არ აკეთებინებენ. შეიძლება. ნუ ლიონის თამაში ცოტა განსხვავებულია ჩვენი ნაკრების თამაშისგან. მაგას იძახის. უფრო დაბალანსებული თამაშია. ხო, მაგაშია საქმე, იმიტომ ის ფერი ოპერირებს ამით, თეორიულად. და აქ ყველაზე მაგარი ბოჭავია იმ ლიგაში. კი, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მე ცუც ხო არ ვსად. უბრალოდ მე მგონი ზედმეტი უთხრეს. ზედმეტ საკეთებინებენ. მენანება, გაიგე მაგის. მაგის ის მენანება ამ სიტუაციაში. კონკრეტულად ეხლა თორე ბევრი აი აუტშიც რო ავიღოთ, მაგალითად ბიჭები არიან ზოგი ვინც შეიძლება თავის გუნდში 5 კაციან 6 კაციანში გარეთ დააღებენ დასარტყველად, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ისინი წამყვანები იყვნენ აუტში და წამყვანი მოთამაშე, წამყვანი მხტომელები და შესაბამისად მთელი წელი მაგის პრაქტიკა რო აღაგიწევს მე ეროვნულ ნაკრებში ჩამოდიხარ. მე რატო ვერიო, მე უნდა აოვერქნა. ეგ არის ერთ-ერთი სირთულე, რომელიც აი ქართველ მოთამაშეს, აი ყველას გონია რომ საფრანგეთში რომ მიდიხარ, აი ძალიან მარტივია, რა ისე მორჯა და მორჯა და ეგ არის, მაგრამ რთულია, არა, აი იქაც იქ სხვა ფაქტორებია, უკვე სხვა სირთულეებია. ეს ურთიერთობები მოთამაშეს ნაკრებს გუნდს შორის იქ რა როლს გათამაშებენ შენ შეიძლება სხვანაირად ხედავს შენ თავს შენ გინდა შენ თამაშის სხვა ასპექტი განავითარმე ის გეუბნება მე შედეგი მჭირდება ახლა ხშირ შემთხვევაში თან აი
ბიჭები მიყავთ ახლა ზოგი აკადემიიდან გაზრდილებიანი და სხვათა შორის მე ესაც დავაკვირდა ინგლისში უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებენ თავის მოთამაშეებს. აი ახლა საფრანგეთში რო ჩადიხარ 2-3 წელი რო კონტრაქტი იქ უფრო ორიენტირებულები არიან რომ გუნდმა შენ გამოგიყენონ ისე რომ შედეგი დადოს გუნდმა და არა ის რომ აი სიტყვაზე უთქვა შენ განვითარდე და წელიწადში კიდე რაღაცას განვითარებული იქნება თუ არა იმიტომ რომ ეხლა მით უმეტეს პროდევში ვიღაცა თუ მაგრა განვითარდება ხშირ შემთხვევაში ის უტოპ 14-ის მონდი წაიყვანს და ფულს აიღებენ ერთი ეგ არის მაგრამ რამდენად უღირს ახლა მაგდა რესურსი ჩადდება. კი ბატონო. და საინტერესო რამე თქვი შენ ახლა იქ არიან მოთამაშეები რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულ როლს ასრულებენ კლუბში და ნაკრებში. არიან ეს თითქოს რა თქმა უნდა უმეტესობა, მაგრამ ახლა თქვა ჩვენი ლიდერი ახლო წარსულის მამუკა გორგოძე თვითონ თავისი ტიპაჟიდან გამომდინარე ის ლიდერი იყო როგორც კლუბში, როგორც ჩვენთან საკუთარ ნაკრებში. ასევე კლუბში სხვანაირად ვერ იქნებოდა ის ლიდერი იყო რა იქაც ლიდერი იყო სადაც მივიდა იქ ყველგან ლიდერი იყო არიან მოთამაშეები რომლებიც შეიძლება კლუბში არ არიან თქვა სიტყვაზე ტოპ 14-ში ლიდერები მაგრამ ნაკრებში რო ჩამოდის ეკისრება ეს ფუნქცია გინდა არ გინდა და ესე ადვილი არ არის რა თქმა უნდა მე დითანხმები კაი ლაშა მადლობა საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მე მგონი იმიტომ რომ შიგნიდან დანახული რაღაცები გითხარი. რა ვიცი, წარმატებებს გისურვებ. აი რო ითამაშებ ახლა ლაშა კიდე თამაშებს რამოდენიმე თამაშს ნაკრებში, მერე კიდე იმედია ხოჭი. ხო, არა, ამიტომ მოვლენებს ძალიან არ გაუსწრებ. ხო, არაფერი. აი რო გავაგზელებ თამაშს, მერე კაი ადგილზე მიდიხარ, ზუსტად ტემპს და იმას აუწყობ ხელს, რაც საჭიროა ახლა ჩვენი ნაკრებისთვის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა ჩვენ აღურებას კიდე შევახსენებ ჩვენ სპონსორს, მაღაზია სასმელს, რომელიც აბაშიძის 38-ში მდებარეობს და მას ვისაც გამოწერილი აქვს ჩვენი არხი 15%-იანი ფასდაკლება ერგება ამ მაღაზიაში. აქვე ჩვენი პოდკასტის ანგარიშია, სადაც შეგიძლიათ მცირე დონაცია გაიღვათ. არ დაგავიწყდეთ, გამოგვიწერეთ, დაალაიქეთ, მოგყვევით, გვიყურეთ. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.